ღილაკზე თითის დაჭერისთანავე მზად ვართ მოქმედებისთვის. როგორ განვითარდება საომარი მოქმედებები ირანში, ვაშინგტონის საბრძოლო ოპერაციების განახლებასა ანონსებს თუ თეირანის შეთანხმებას არ დათანხმდება. ომის მდივანმა ჰექსეტმა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას მიმართა და განაცხადა, რომ თუ თეირანი საკუთარი ხალხის ინტერესების მიხედვით არ იმოქმედებს, ქვეყანას ბლოკადა და დაბომბვა ემუქრება. პარალელურად ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბანი და ისრაელი 10 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. უნგრეთის მომავალი პრემიერი პირად პოლიციურ დაცვაზე უარს ამბობს. აქამდეც არაფრის მეშინოდა და ვცდილობ ისე ვიმუშაო, არც მომავალში მქონდეს შიშის მიზეზი, წერს პიტერ მადიანი. მისი განცხადებით, უნგრეთი უნდა იყოს ქვეყანა, სადაც არავის ეშინია, ვინც პატიოსნად მუშაობს და ცხოვრობს. ჩვენ საერთოდ გავდივართ ლიბერტი ბანკში, წილს არ ვიტოვებთ. ირაკლი რუხაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინვესტიციიდან სრულად გადის. მომგებიანობას რომ მივაღწევთ, მერე გამოგვაქვს ბაზარზე ყველა ჩვენი კომპანია, ასია თქვა ლიბერტი ბანკის ყოფილმა მფლობელმა. კომპანია ბაზის ბანკმა შეიძინა. ბრიტანულ სანქციებამდე ცოტა ხნით ადრე რუხაძემ ტელეიმედიც გაყიდა. ოცნების ინიციატივით მცირე ზომის მარნად იმ ტიპის ღვინის საწარმო განისაზღვრება, რომლის წლიური წარმადობაც 25,000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება. ცვლილებები ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ხორციელდება. მანამდე მიღებული ცვლილებებით სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის თანხმობის მიღება იქნება აუცილებელი.